მოამბი შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი უპასუხებს. დავით სერგეენკო გვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით, გმადლობთ რომ გადაცემაში მონაწილეობთ. თქვენთან საუბარი პირველ რიგში მინდა დავიწყოთ დღეს გავრცელებული ინფორმაციით. ფოთის საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ხომ არ გახდა გარდაცვალების მიზეზი H1N1? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? გარდაცვალების მიზეზი დადასტურებული არ არის H1N1, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგანაც გავრცელებული გრიპის შემთხვევაში 95%-ზე მეტი სწორედ H1N1 არის, ასე რომ ეს არის ამ ტიპის ვირუსი თუ რაიმე სხვა მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში და გამოსავალში პრინციპულ მნიშვნელობას ეს არ გვიკეთებს. ზოგადად მდგომარეობა რაოდენობრივად გაუმჯობესებისკენ არის, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა საკუთრივ არის საკმაოდ მძიმე. დიახ, რაც შეეხება უკვე დადასტურებულ გრიპის ვირუსით გარდაცვალების 9 შემთხვევას. შეგვიძლია თუ არა რომ ცალსახად ვთქვათ, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა H1N1 დაგვიანებული მიმართვა, თუ ვირუსი თან დაერთო სხვა დაავადებას და ამიტომ დადგა ლეტალური შედეგი? როგორც წესი, გრიპის ავადობის მიმდინარეობის სიმძიმეს და გამოსავალს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის თანამდები დაავადებების. საკუთრივ გრიპი შეიძლება, რა თქმა უნდა, გახდეს ფატალური გამოსავლის მიზეზი, მაგრამ როგორც წესი, ამას იწვევს გრიპის შედეგად გამწვავებული სხვადასხვა დაავადებები. ბატონო დავით, დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა 5 ამბულატორია გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. რატომ გახდა აუცილებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება ახლა? დიახ, ამაზე მინდა თქვენებართვით გავამახვილო, ასე ვთქვათ, ყურადღება. პირველი ის, რომ ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობრივად პოზიტიური დინამიკა არის და გვაჩვენებს, რომ ჩვენ ეპიდემიისკენ არ მივდივართ. თუმცა მეორე თვისობრივი მახასიათებელი, თუ იმ ადამიანებიდან, ვისაც დაემართა ეს დაავადება, გრიპი, რამდენ პროცენტს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია, აქ უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. იყო 41%, საბედნიეროდ დღეს მდგომარეობით შემცირდა 33-მდე, თუმცა 30 არის მძიმე სერიოზული სიმძიმის მაჩვენებელი. აი ეს არის ერთ-ერთი პრინციპული მონახაზი, ასე ვთქვათ. მეორე თქვენ კითხვაზე პასუხი, რატომ გავაკეთეთ ეს ახლა და არა უფრო ადრე ამბულატორიების საგანგებო რეჟიმში გადაყვანა? სამინისტრო მუშაობს საგანგებო რეჟიმში თავისთავად 31-ში ჩვენ როცა შევაფასეთ მდგომარეობა, მაშინ მქონდა ასეთი დინამიკა, რომ მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ქალაქიდან გადის ასეთ პერიოდში, წინა სადღესასწაულო პერიოდში, წყდება სასწავლო და აღზრდილობითი აქტივობები და ასეთ შემთხვევაში ჩვენ იმ 5 ძირითადი ინდიკატორიდან დაგვედო მკაფიოდ სურათი, რომ იმ დღეებში, საახალწლო დღეებში აუცილებელი იყო რეგიონული სამსახურების გაძლიერება და ასეც მოვიქეცეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული სამსახურები გადასულები იყვნენ და ჯერ კიდევ რჩებიან საგანგებო რეჟიმში. უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არის მოსახლეობის დაბრუნება დიდ ქალაქებში და სასწავლო პროცესების განახლება. ამის დინამიკა ჩვენ უკვე გვაქვს და ამასაც სალსახა, ასე ვთქვათ, პირდაპირი ჩვენება ქონდა, რომ უკვე დღეიდან გადაგვეყვანა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმში, რამაც დღესვე მოგცა უკვე შედეგი. ანუ ამ პროცესის მიმდინარეობა ხდება ძალიან სკრუპულოზურად და თვლადი ინდიკატორებით, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გვაძლევს და უტყუარად მიგვითითებს, თუ ამა თუ იმ შემთხვევაში რა ნაბიჯი უნდა გადადგათ. ისაც თქვენ აღნიშნეთ და მე გავიმეორებ კიდევ, რომ 277-დან შემცირდა 256-მდე, ეს ჩვენთვის ჯანდაცვის სისტემისთვის არის ინფორმაცია და არა საზოგადოებისთვის და პაციენტისთვის. ეს გავლენას არ პოულობს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ძალიან საგულისხმოა და ამიტომ აქვს მნიშვნელობა დროულ მიმართვას ექიმთან და დროულად შესაბამისი მკურნალობის დაწყებას. დიახ, ამასთან ჩაგეკითხებით, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს? ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სიცხე აქვს პაციენტს, თუ ვირუსის სხვა სიმპტომების დროსაც აუცილებელია ექიმის კონსულტაცია? როდესაც ყველა ადამიანისთვის ცნობილი გაციების სიმპტომები, როგორც არის უხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სიცხე,
ტკივილი თავის სახსრების ყელის ტკივილი, ეს შეიძლება იყოს ჩივილები, კუჭნაწლავის სისტემის მხრივ, ეს არის სიმპტომები, რომელიც უკლებლივ ყველა ადამიანს გამოუცდია. როდესაც ეს სიმპტომები ვითარდება მოკლე დროის, რამოდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც ეს სიმპტომები არის აგრესიული, ინტენსიური, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა სასურველია მიმართოს ექიმს. რა შემთხვევაში არის აუცილებელი რომ მიმართოს? თუ კი ჩემს მიერ ჩამოთვლილ, ზემოჩამოთვლილ მდგომარეობას ემატება რისკ ფაქტორი, რაც ნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის პაციენტს აქვს მინიმუმ რაიმე ერთი დაავადება, თანდაყოლილი, ქრონიკული ან მიმდინარე. ან ეს ადამიანი მიეკუთვნება ასაკობრივ რისკ ჯგუფს, რაც ნიშნავს ხანდაზმულები, ან ეს ადამიანი არის ორსული ან მელოგინე. ასეთ შემთხვევაში სიმპტომები სწრაფად ვითარდება თუ ნაკლებად სწრაფად, უკვე არ აქვს მნიშვნელობა. მან აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგანაც ეს სურათი უკვე არის რისკ ჯგუფის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანი არის რომ მიმართოს ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც მართლა ჩემი უდიდესი პატივისცემა და კიდევ ერთხელ დაუდასტურო სასწრაფო დახმარების ექიმებს. ისინი უმძიმე სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ და ხშირად დაუფასებელს, მაგრამ ისინი არიან მომზადებული სხვა მდგომარეობების მართვისთვის და არა გრიპის. თუმცა ბატონ დავით, პრობლემაა ოჯახის ექიმ თან მიღებაზე ჩაწერა და ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღიანი ლოდინია საჭირო, რის გამოც მოქალაქეები სასწრაფო დახმარებას მიმართავენ, რომელიც ასევე იგვიანებს. როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? გამოსავალი არის ის, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ. ვიცოდით რა, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა გაიზრდებოდა. პირველივე დღეს, ანუ დღევანდელ დღეს გადავიყვანეთ რამოდენიმე დაწესებულება საგანგებო რეჟიმში, ხოლო ხვალიდან გადავლენ ეგრეთ წოდებულ 24/7-ზე რეჟიმში. ანუ ეს მოაგვარებს ხომ თქვენი აზრით პრობლემას? დიახ, ეს ჩვენი მოგონილი, თავის დროზე ერთ-ერთი ჩვენი მოგონილი სქემა არის, რომელიც 3 წლის წინ ამომუშავეთ და ბევრმა ქვეყანამ ისარგებლა. ესეთი რამ არ ყოფილა, რომ პუჯედი გადასულიყო პირველად ჯანდაცვის დაწესებულება გადასულიყო 24/7-ზე რეჟიმზე. ჩვენ ეს შევქმნით 3 წლის წინ და აჩვენა ამან თავისი მკაფიო შედეგიანობა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების გამოძახებებს, დღეს დინამიკა გამოკვეთილია, დაგვიანებები ისევ არის, მაგრამ ორჯერ ნაკლები ვიდრე იყო აი ამ სისტემის ამოქმედებამდე. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს Tamiflus, რა მდგომარეობა არის თუ არა საკმარისი მარაგი და რომ განმარტოთ, რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ ეს მედიკამენტი, რადგან მოქალაქეების ნაწილი ექიმის გარეშე თვითმკურნალობას მიმართავს ამ პრეპარატით. ძალიან ცალსახად მინდა ვთქვა, რომ Tamiflu უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა. Tamiflu თვითმკურნალობა ან მით უმეტეს მისი პროფილაქტიკური მიზნით მიღება არის დაუშვებელი. ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. Tamiflu არის საჭირო თუ რაიმე სხვა პრეპარატი. გამომდინარე იქედან, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში სააფთიაქო ქსელებში იყო მოქალაქეებისგან მაღალი მოთხოვნა ამ პრეპარატზე და მიწოდება ვერ უზრუნველყოფდა ამას, ჩვენ გავაკეთეთ ინტერვენცია, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გარკვეული რაოდენობა გადავეცეთ. ჯანდაცვის სამინისტროს ასევე პროტოკოლურად გათვლილი აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობა აქვს იმისათვის, რომ მერტვა დაგვიფაროს, მაგრამ უფრო მძიმე ეპიდემია მართოს ამ მხრივ საქართველოში, ასე რომ მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ იქნება, მით უმეტეს რომ 10 რიცხვში ველოდებით კიდე შევსებას, რომელთაც თავს ვიზღვევთ უკვე მომავალი წლების, ასე ვთქვათ, გაზრდილი მოხმარებისათვის, ასე რომ მარაგები ცალსახად არსებობს. აცრებზეც მინდა კითხოთ, როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად მიჩნევს პრევენციის მიზნით აცრის ჩატარებას. თუმცა მოსახლეობაში არის ასთა სხვადასხვაობა. რას ეტყოდით თქვენი მოქალაქეებს, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ და უარს ამბობენ აცრაზე და თქვათ, როდის უნდა აიცრან ის პირები, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციის ჩასატარებლად? ხომ არ არის უკვე დაგვიანებული? პირველი ზოგადი ნაწილი ზოგადად აცრას ვაქცინაციას რაც შეეხება სოფლიო მედიცინის ისტორიაში არ ყოფილა უფრო დიდი შედეგის მომტანი ინტერვენცია ვიდრე ვაქცინაციის ტექნოლოგიის შექმნა, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს არის დადასტურებულად უსაფრთხო ინტერვენცია, რაც შეეხება საქართველოს ჭრილში, ასე ვთქვათ, რომ ნახოთ, ის ვაქცინები, რომლებიც ბავშვებისთვის გამოიყენება, უკლებლივ ყველა მათთაგანი არის ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ანუ მაღალი ხარისხის. ასე რომ ვაქცინაცია ცალსახად არის უსაფრთხო და ეფექტური ინტერვენცია, მათ შორის სეზონური გრიპის ვაქცინაცია რისკ ჯგუფების მიხედვით.
დიდი მადლობა მოამბის შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო პასუხობდა.